ჩვენ რთული გველოდება, ეს რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ოდნავ ცოტა აგრესიული გახდება ოცნების პოლიტიკა, თუმცა სხვა მხრივ წარმოუდგენელია სიტუაციის შენარჩუნება, როდესაც ესეთ კრიტიკულ სიტუაციაში რეჟიმი ცვლის ფიგურას, რომელზეც ბევრი მნიშვნელოვანი ოპერაცია, სქემა, ძალისხმევა იყო კონცენტრირებული, ის მართავდა მთელ პოლიტიკურ პროცესს, ფლობდა პოლიტიკურ პროცესს, ესე რომ ვთქვათ, და რაც დავარია თვითონ სუსი როგორც ასეთი, ეს არის ძალიან რთული სისტემა, სადაც ინტეგრირება გარედან მისულ ადამიანებს ძალიან უჭირს, წარმოუდგენელიც არის. ნუ ეხლა ეს არის სამსახური, რომელიც მიჩვეულია უფროსის მიმართ განსაკუთრებული ხარისხის ლოიალობას, მაგრამ როდესაც უცხო სხეული შედის, განსაკუთრებით თუ რაღაც ადაპტაციის პერიოდი არ არის გავლილი, მას ახასიათებს ჩუმი საბოტაჟი. ხო, ეს არ ვახსენოთ, აი გომელაური რო გომელაური ამ შემთხვევაში, გენერალი კაცი, ხო, მართალია შინაგან საქმეთა სამინისტროდან თითქოს სხვა სისტემიდან, მაგრამ მაინც ერთი საზოგადოებას წარმოადგენდა, ხო? ნუ ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო და ასე შემდეგ, მაგრამ თავისი წონა იმ გარემოში ქონდა. ლილუაშვილიც ნამდვილად არ მინდა მის რამე მაქებარი ზედმეტი სიტყვა წარმოცდეს, მაგრამ იმ ფონზე რა კატეგორიის ადამიანებითაც იყო დაკომპლექტებული თუნდაც მთავრობა, მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა, ხო და ნუ ოხანაშვილის უშროების მინისტრობის ამბავში თვითონ სუსის ამ შემადგენლობასაც რა ლოიალობის განწყობა უნდა გაუჩნდეს, ცოტა ეჭვმეპარება. ხო, წარმოუდგენელია, ან კიდე ადმინისტრაციის წარმომადგენლები, როცა რაღაც ბიუროკრატიის მაღალი ეშელონებიდან მიდიან, კიდე გააჩნიათ რაღაც ადაპტაციის უნარი, იმიტომ რომ მაინც სისტემას იცნობენ და ქცევის კულტურა აქვთ. წარმოუდგენელია გარედან მისული ადამიანი გაერკვეს, მით უმეტეს ეხლა ამის სწავლა უბრალოდ როგორ უნდა მოიქცეს, რა ნიუანსებია წარმოუდგენელი. არაფერს ვამბობ, ეს სამსახური არის მართვისთვის და ეს არ არის ძალადობაზე ორიენტირებული სამსახური, ანუ პირდაპირ ძალადობრივი დავალებები მას ძალიან ასუსტებს, იმიტომ ეს უნდა იყოს აგებული მოქნილ პოლიტიკაზე და არა რეპრესიულ პოლიტიკაზე. თუმცა ცოტა უცნაურად ჟღერს ჩვენგან ამას რომ, მაგრამ აი პირდაპირ რეპრესიები არ არის მისი საქმე. მისი საქმე არის ფარული ზეწოლები, გარკვეული ზეწოლის ინსტრუმენტების მოპოვება და მისი გამოყენება, მაგრამ მაინც პოლიტიკის წარმოება. ესია სამსახური აწყობილი, ეს არ არის დასავლურ ყაიდაზე აწყობილი სამსახური, ეს საბჭოთა სპეცსამსახურების, ესე რომ ვთქვათ, გარკვეული შვილობილია, იმ პრინციპებზე აგებული სამსახურია და იქაც კი ბოლო პერიოდი თუნდაც ეგრეთ წოდებულ კგბ-ს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ისიც მოქნილ პოლიტიკას ახორციელებდა და არ იყო ბოლოში უკვე რეპრესიული, აი პირდაპირ მესმის რასანა. ბატონ გიორგი, რომ მიუბრუნდეთ მაინც ახლა მდიდარი გადაწყვეტილებებს, რატო გააკეთა ეს ახლა ივანიშვილმა რუსული გამონათქვამია, ხო, რომ გადასასვლელებზე შეიძლება არც აი რუსული, მაგრამ გადასასვლელებზეც ხენებს არ ცვლიან, ასე ვთქვათ, ხო? და რატო გადაწყვიტა აი ამ ურთულეს კრიზისულ მომენტში მას შემდეგ, რაც განსაკუთრებით შეერთებული შტატებიდან მიიღო უკვე საჯარო ღია გზავნილი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და გამოაქვეყნა ფაქტობრივად მისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ეს რა გზავნილები არის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, უფრო მეტად ქვეყნის გარეთ, როგორ ფიქრობთ? რუსეთი ხა თავის მოკავშირეების კონსოლიდაციას ახდენს, გარკვეულწილად მას არ აქვს საშუალება, რომ დაიტოვოს რაღაც თეთრი ლაქები ან ლოიალობის დაბალი ხარისხი დატოვოს და ამ შემთხვევაში იგივე კალკით მოქმედებს, ანუ იგრძნობა, რომ აქ რუსული კალკაა გადმოტანილი, ანუ მათი სქემის რეალიზება ხდება, რომელიც ადგილობრივ რეალობას არ იცნობს, რაღაც კოპირებაა ბელარუსის და უბრალოდ მათ სურთ რობიძინა ივანიშვილის კავშირები, მათ შორის თავის დროზე ამერიკასთან და საფრანგეთთან არსებული კავშირებმა რაიმე ფორმით არ მოახდინოს გავლენა რუსეთს და საქართველოს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე. ანუ რუსეთს ეხლა არ აქვს საშუალება, რომ ძალისმიერ მეთოდები გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ელიტა იყოს განსაკუთრებულად ლოიალური, მას არ ქონდეს არანაირი შანსი იმისა, რომ ეხლა შეცვალოს რაიმე ვექტორი, თუნდაც იყოს არამტკიცე
თავის მოქალაქეებთან მიმართებაში და ესეთი ტიპები არიან შერჩეული ეხლა. კი ბატონო, ანუ ოხანაშვილის მეშვეობით პირველ რიგში რა თქმა უნდა კობახიძის მეშვეობით რეპრესიული მექანიზმები კიდევ უფრო მეტად აქტიურად იქნება გამოყენებული. კი, ცდელობა იქნება ამის, თუმცა კიდევ ერთხელ რა პროცესიც მიდის. აი დავსვავ შეკითხვას და